ამიტომ ჩვენ ეკონომიკონებს არ მარტო მონებს ინდონეზია აწყობენ რომ იმუშაო აჭმევენ რომ მარტო იმუშაო აქედან გამომდინარე ეკონომიკის განვითარებაც გჭირდება იქიდან იმ შემთხვევაში და მაშინ თუ ეს არის ქართველი ერის ინტერესებში და ეს ემსახურება ქართველი ერის და ნაციის განვითარებას და წინსვლას და არა მის დაკნინებას და მის მომსახურებ ფენად ქცევას და მის დამონებას საკუთარივე სამშობლოში. აი ეს არის რა. კიდევ ერთი ზარი ეთერში უკაცრავად ხალბატონო ბელა გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა გენაცვალე ბატონებო და ქალბატონებო. გამარჯობა. განგაში ზარი უნდა დავარიცხოთ მამულის გაყიდვისთვის სხვაზე უცხოზე. როგორ შეიძლება მიწის გაყიდვა ისედაც დიდი მიწები არა გვაქვს საქართველოში. მე 75 წლის ქალი ვარ გენაცვალე და მახსოვს კარგათა რომ ჩემ პაპასა და მამას მიწები ჰქონდა და ხორბალსაც კი წესავდნენ. მოჰყავდათ ხორბალი და წლიწლამდე ყოფნი და ამბარში ჩაყრიდნენ და ვქვავდნენ და ვაცხობდით და ვჭამდით. ეხლა აღარაფერია და გენმოდიფიცირებული პროდუქტი და დაავადებულები ყავართ. როგორ შეიძლება მიწის გაყიდვა? ძალიან გთხოვთ ამას დიდი ყურადღება მიაქციოთ თქვენი ჭირიმეთ. დიდი მადლობელი ვარ ამ დიდი მადლობა ხალბატონო აგერბაი. ერთი მინდა დავამატო თუ შეიძლება იცით გეთანხმებით ქართული ხორბლის ჯიშები არის უამრავი 100-ზე და 200-ზე მეტი არის. მე ნამდვილად არა ვარ მე ვენახე და მე ნამდვილად სოფლის მეურნეობაში ვერ ვერკვევი, მაგრამ რამდენადაც მამა მყავს აგრონომი და ამდენად იმისგან გამიგია რომ ჩვენ უნიკალური ჯიშის ხორბალი გვაქვს და მე ვიცი რომ ეს ხორბლის ჯიშები ხომ მხოლოდ და მხოლოდ შემორჩენილი არის სადღაც სამცხე-ჯავახეთის რაღაცა პატარა სოფლებშიც. დანარჩენი უკვე შემოტანილი არის ვითომ მაღალპროდუქტიული და ისიც არ იძლევა მოსავალს. მე მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ რამეზე რომ ჩემს თვალწინ ხდებოდა 3-4 წლის წინ ჩინელების შემოყვანა ავტობუსით დადიოდნენ ჩინელები თბილისის გარშემო და დაყვებოდა მათ მერიის წარმომადგენელი დიდგორზე მინახავს მე ჩინელები მე წარმოშობით სოფელ დიღმიდან გახლავარ და ჩემი საკუთარი თვალით მაქვს ავტობუსით როგორ აიყვანეს ჩინელები და როგორ დაათვალიერებინეს იქ დიდგორი და მე დიღომა ატეხა ერთი ამბავი და მახსოვს რომ მივედით კიდეც მე პირადად ვიყავი მისული ჩინეთის საელჩოში და გავესაუბრე იქ ადამიანებს და ვუთხარი რომ არ გაბედონ და არ იყიდონ იქავრობა იმიტომ რომ მოსახლეობასთან სერიოზული კონფლიქტი ექნებოდათ და გარდა ამისა თვითონაც დაიწუნა ხო წარმოიდგინეთ თქვენ ჩინელებით დასახლებული დიდგორი როგორია ხო და იცით რა არის წინა ხელისუფლებამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი გააკეთა მიზან მიმართულად იმდენად რამდენადაც წარმოიდგინეთ თქვენ კაი ინგლისურს სწავლობთ იმიტომ რომ საერთაშორისო ენაა ჩამოყავს დაუშვათ ამერიკული სპეციალისტები ვასახლებთ ჩვენ სახლებში ნუ ეს 2-3 წელი მიდის ხო მაგრამ აი წელს უკვე დადებულია ხელშეკრულება მე არ ვიცი რამდენად შევძლებთ ახლა იმ ჩინელების ჩამოყვანას იმიტომ რომ ახალი მთავრობა ამარა დადებულია ხელშეკრულება ჩინეთის მხარესთან რომ რამოდენიმე ათეული ჩინელი მასწავლებელი უნდა ჩამოვიდეს და სკოლებში ასწავლოს ჩინური ენა. თავისუფალ უნივერსიტეტში მერვე წელია უკვე ყოველ წელს კონფერენცია ტარდება ჩინური ენის საუკეთესო მცოდნის გამოსავლენა და ლაურეატები არიან და დიპლომები გადაეცემენ. რა გჭირს ხალხო? რა გჭირს? ქართული ენა ვერ გვისწავლია და აღარ ვიცით რა ვისწავლო და რა გავაკეთოთ? კი ბატონო, რამდენი ენაც იცი, ეს არის კარგი და იმდენი კაცი ხარ, გასაგებია, მაგრამ ჩვენ თუ საკუთარ ენას პატივი არ ვეცით, არავინ პატივს არ გვცემს და ეს უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად. ამ შემთხვევაში ალბათ ნუ მამულებს გვართმევენ, ენას გვართმევენ და ძალიან ყველა სამუშაო შემთხვევაში ალბათ უნდა ვახსენოთ ეს ყბადაღებული სინგაპურიზაცია. აი სწორედ სინგაპურიზაცია, როცა გაახმოვანეს წინა ხელისუფლების პირობებში, ამას გულისხმობდა ანუ სინგაპური ყოფილი ბრიტანეთის კოლონია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა შემცირდა 10%-მდე, ანუ ადგილობრივი მალაელები შემცირდნენ 10%-მდე, შემდეგ მოხდა ჩინელების, ინდოელების და სხვადასხვა ეთნოსების მასობრივი შედინება, მათ აითვისეს სინგაპური ყველანაირად და ლიბერალური კანონმდებლობა ჰქონდა ზუსტად როგორც წინა ხელისუფლების პირობებში ზუსტად გაჟღერდა ორი ეს იყო ერთი სინგაპურიზაცია, მეორე შვეიცარიის კონფედერაციზაცია. აი ეს ამ ორი პროექტის მიხედვით მიდის ქვეყნის, ასე ვთქვათ, საგარეო და საშინაო პოლიტიკა და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. და რაც თავარია, სინგაპურში არის დღესდღეობით 5 სახელმწიფო ენა, მათ შორის ინგლისური, ჩინური, მალაური და თუ კი გავიხსენებთ რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპულ კონვენციაზე აქვთ ხელი მოწერილი რეგიონალური ენების შესახებ და დღეს უკვე
გარკვეულმა პიროვნებებმა გააჟღერეს, რომ რომელიღაც რეგიონში შეიძლება რეგიონალური ენების თემამ წამოიწიოს, ხომ ეს უკვე თავს იყრის რაღაც და იკვეთება უკვე გარკვეული ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რაც ასე ვთქვათ, ამ მიწებთან ერთად არის კატეგორიულად მიუღებელი და ეს საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს დროზე. ასე გებია კიდევ ერთი ზარია ეთერში. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხარ. საღამომშვიდობის. აი ხა მე მაგალითად კახეთში ვიყავი და ეს ჩინელები კი არის, ირანელები დადიოდნენ და ჰექტრობით მიწის ყიდვა უნდათ. ძალიან ინდიფერენტულად არიან სხვათა შორის თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა ქართველებს გულისხმობ და ვინც ესე იგი ფული, იმიტომ რომ ეგენი არ ვაჭრობენ ირანელებიო და ამდენად შეუულიათ რომ ძალიან დიდ ფასად ყიდონ თვითონ საკუთარი მიწა. ჩვენ ცოტა გვიან მოგდის ხოლმე როგორც ურემი რო ისე გადაბრუნდებაო გზა, მაშინ გამოჩდებაო. ჩვენ მე მგონი ახლა იმაზე უნდა ვიბრძოლოთ რომ რამენაირად იურიდიული მეთოდებით თუ რაღაცა ეს მიწები უკან დავიბრუნოთ, თორე მაგათ პრობლემა გამრავლებისა არჩინელებს აქვს არა ინდოეთ და ინდოეთში ვარ ნაყოფი და იმათი უამრავი კუნძულები აქვს სადაც ინდოელებს არ აცხოვრებენ, იმიტომ რომ ის უნდა შენარჩუნდეს ისეთივე სახით ის ბუნება და ის ყველაფერი და ჩვენ ყველაფერს გვართმევენ და ჩვენ თვითონ ჩვენივე გრულგრილობით ხდება რომ იწყებანო ჩვენი პრეზიდენტი მთავრობა ნაჯახიაო და ტარიკი და ჩვენა ვართ თვითონ ქართველები აი გუბედურება გვჭირს ჩვენ იქნებ კარგი მეზობლობა არ გაუწიოთ და ავაიძულოთ ის ხალხი რომ ცუდი მეზობლის გვერდზე ვერ გაჩერდნენ ისინი და გარკვეულად იძულებულები იყვნენ როგორც ბურები აიძულა სამხრეთ აფრიკი და ამ მაპატია იდიოტმა იმა ყველა შემოიყვანა აბსოლუტურად ჩვენ ქვეყანაში ხო? დიდი მადლობა ხალბატონო არა არ მგონია რომ აი მარტო ცუდი მეზობლობა ეს თქვა უშუალო სამსახურის აქ უნდა იყოს ქართული ხალხის ნება და აუცილებლად შესაბამისი კანონმდებლობა იმიტომ რომ სხვანაირად ამ ამბავს ჩვენ საქართველოს მთავრობის ნება უნდა იყოს კი და საქართველოს მთავრობის ნება უნდა განაპირობოს ქართულმა ხალხმა ქართულმა ხალხმა დააფიქსიროს აუცილებლად საკუთარი ნება და უნდა დააფიქსიროს რომ ის არ შეეგუება საკუთარი მიწა-წყლის გასხვისებას და დაკარგვას და მაშინ უკვე მთავრობაც შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს ალბათ დარწმუნებულნი ვართ. აი ეხლა მთავრდება უკვე ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა იწურება დრო და ну რა ვიცი აი მე მაგალითად დღეს მივიღე ძალიან დიდი სიამოვნება იმის გამო რომ აი ეს საკითხი ესეთი რეზონანსით ანუ გაიარეს ჩვენი გადაცემა უამრავი ზარი იყო ეთერში სრულიად საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მინდა მოულოცო დამდეგ მინაობას ყალინდელ დიდ დღესასწაულს და მინდა გისურვოთ რა ვიცი ღმერთმა გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ მინდა ძალიან მშვიდობიანი ღამე გისურვოთ და თუ ჩემს სტუმრებს აქვთ კიდე რამე სურვილი რომ დაამატოთ აი სულ 2 წუთი დაგჭა გთხოვთ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ყველას რომ ხვალ 2 საათზე ვაკის პარკთან ვიკრიფებით აი ამ მსვლელობაზე ბატონო ევგენი თქვენ ალბათ თვითონ მეთქვით კიდევ ერთხელ და გელოდებით ჩვენს პატრიოტებულ მაყურებლებს თქვენს ასევე მოგილოცავ დამდეგ ნინოობას და მოუწოდებ ყველა ქართულ პატრიოტს, ყველა ქართულ მამულიშვილს, ვისაც გული შესტკივა საქართველოს მომავალზე, გამოვიდეთ ხვალ ვაკის პარკთან 2 საათზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ქართული მიწა-წყლის გასხვისება ეს არის მიუღებელი, რადგან ქართული ფუძე, ქართული ფესვები გადგმულია ამ ჩვენ წინაპართა მიწებში და ამის დაკარგვით ჩვენ ამ ფესვებს მოვწყდებით. და ამით ქართული სოფლის დაკარგვით ხომ საქართველოს შეწყვეტს არსებობას. ამიტომ ყველა ქართველის ვალია რომ გამოვიდეთ და დავაფიქსიროთ ჩვენი უარყოფითი პოზიცია არსებული ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ. შეიძლება დავამატებ რომ ზეციური საქართველო ახლა ჩვენ შემოგწკერის. იმიტომ რომ როცა ჩახაბას და ჯავალედინი მოდიოდა ისინი ხმლით იცავდნენ საქართველოს და ჩვენ სიტყვით და ჩვენი ქცევით უნდა ჩვენი გონიერებით უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და შეუნახოთ მომავალ თაობებს, იმიტომ რომ სხვანაირად არ არსებობს როგორც მოდის მტერი, ჩვენი პასუხიც ისეთი უნდა იყოს. გილოცავთ ნინოობას, წმინდა ნინო შემოვიდა და საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა. ღმერთმა მისი მადლი არ მოუშალოს, საქართველოს იყოს დიდი, განუმეორებელი, გამთლიანებული და გაბრწყინებული ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა ჭეშმარიტ მოქალაქესთან ერთად. გილოცავთ ნინოობას. დამთავრდა ჩვენი გადაცემა, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. კარგად ზენდებოდეთ.